საქართველოს პროკურატურა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე 2 ფიზიკური და 1 იურიდიული პირის მიმართ სისხლისამართლებრივი დევნა დაიწყო. საქართველოს პროკურატურაში ჩატარებული გამოძიებით დაადგინდა, რომ საქართველოში ლიცენზირებული ერთ-ერთი საბანკო დაწესებულების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყვებით დაუფლების მიზნით ბრალდებულებმა საწარმოდ დააფუძნეს, გახსნეს საბანკო ანგარიშები და უნაღდო საბარათე გადახდების განსახორციელებლად ბანკისგან მოითხოვეს და სარგებლობაში მიიღეს პოსტტერმინალი. წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი სქემის შესაბამისად 2024 წელს საწარმოს პოსტტერმინალზე ბრალდებულებმა მათ სარგებლობაში არსებული ქართული და უცხოური ბანკების ბარათებით საქონლის შესყიდვის მრავალჯერადი ფიქტიური გადახდები განახორციელეს და ბარათებიდან ჩამოჭრილი და კომპანიის ანგარიშზე ასახული თანხები სრულად გადარიცხეს ერთ-ერთი ბრალდებულის პირად საბანკო ანგარიშზე. აღნიშნულის პარალელურად კომპანიის ანგარიშზე ნაშთის არარსებობის პირობებში მათ გააუქმეს ბარათებიდან თანხის ჩამოჭრის ოპერაციები, რა გზითაც მოტყუები დაეუფლნენ ბანკის კუთვნილ 287.211 ლარს. შემდგომში ფულის გათეთრების მიზნით ბანკისგან მოტყუები დაუფლებული და ბრალდებულის პირად საბანკო ანგარიშზე აკუმულირებული თანხები დანაწევრებით გადატანილი იქნა ბრალდებულების კონტროლირებად საბანკო ანგარიშებზე, რომელთა ნაწილი მიმართული იქნა კრიპტოვალუტის შესაძენად, ხოლო ნაწილი განახლდა და განაწილდა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს შორის. საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაუსწრებლად წარედგინათ, რაც სასჯელის სახე და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. იურიდიული პირის ბრალდება განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტს მოიცავს, რაც ижება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით. პროკურატურა ბრალდებულებისათვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. საქართველოს გენერალური პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენის მიზნით.